მოგესალმებით, მეგობრებო, როგორც იცით, გვინდოდა რომ დაგვედო ისეთი ვიდეოები, სადაც კონკრეტული თემების გარშემო უბრალოდ მე და მართა ვსაუბრობთ, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ესეთი რაღაც, ორი ერთნაირი პოდკასტი, სადაც მე და მართა განვიხილავთ ყველაფერს საერთოდ, სხვადასხვა თემებს. დღეს მაგალითად უნდა ვისაუბროთ მეგობრობაზე. ჩვენი გამოცდილებები უნდა გაგიზიაროთ, მოუყვეთ და მე დავუსვამ მართას კითხვებს და ვნახოთ როგორი გამოვა. ამიტომაც დღეს ცოტა განსხვავებული ვიდეო იქნება, მაგრამ მგონი საინტერესო. კი, ნამდვილად. მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი თემა, როგორც უკვე ვთქვი, ეხება მეგობრობას და მოდი მართას დავუსვამ ეხლა მე კითხვას. მართა, რა არის შენთვის მეგობრობა? ჩემთვის მეგობრობა არის, როდესაც ადამიანი შენთან ერთად არის, ცდილობს რომ შენ ყოველთვის დაგეხმაროს და რაც არ სულ გეხმარება და დრო აქვს ხოლმე შენთვის რომ შენ დაგეხმაროს, შენთან ერთად რომ იყოს, გაგამხნევოს თუნდაც რაც არ უნდა გააკეთო რომ და რა თქმა უნდა შენც რომ გაახმნევო და შენც იგივე რომ ემოცია რომ გადასცე და ესე მეგობრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. მეგობარი აუცილებლად უნდა ყავდეს კარგი მეგობარი. შეიძლება ცოტა მეგობარი ყავდეს, მაგრამ ეგ მაგალითად ერთი ან ორი მეგობარი იყოს ძალიან კარგი და ეგეც ძალიან კარგია მაინც. კი, იცი რა მაინტერესებს, ახლა გამიჩნდა ეს კითხვა, რომ მეგობარი მაინც უნდა იყოს ოჯახის გარეთ ადამიანი თუ შეგიძლია მაგალითად იმეგობრო დედასთან, მამასთან, ძმასთან, დასთან, ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელი თუ არის თუ არა შენი აზრით მეგობრობა? კი არის, იმიტომ რომ მაგალითად როცა მაგალითად ოჯახში ხო? უნდა ემეგობროს სხვებსაც, მარტო ისე კი არ უნდა იყო რომ შენ მაგალითად ჩემი ახლა შენ უნდა იყო ჩემი მეგობარი. ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ეგრე ვასწავლოთ რაღაცეები. მე თუ ვისწავლი, მე შენ გასწავლი, შენ თუ ვისწავლი, შენ მე მასწავლი და ეგრე მეგობრები უნდა ვიყოთ. კი ბატონო. შემდეგ კითხვა არის, შენ ყავს თუ არა მეგობრები და დაახლოებით რამდენი მეგობარი ყავს? კი, რა თქმა უნდა, რა მყავს მეგობრები და რავი, ყავს ალბათ. არ ვიცი, მაინც დაახლოებით, 0-დან 5-მდე, 2, 3, 6, 7 თუ დაახლოებით რამდენი მეგობარი ყავს? რავი, მყავს რა მეგობრები, ალბათ, 7 ეგრე რა, 7. მაინტერესებს თუ ყავს საუკეთესო მეგობარი, მეგობარი, რომელსაც გამოარჩევ და რითი გამოირჩევა ეს მეგობარი მაგალითად სხვა მეგობრებისგან? რა ვიცი. არ გეუბნები რომ ხა სახელი და გვარი თქვა რა, უბრალოდ თუ ყავს ეგეთი და რატომ, ხო? ხო არის რომ ვიღაცებს უფრო მეტად უგებ, უფრო მარტივად გამოგდის ვიღაცასთან ურთიერთობა, ვიდრე მეორე ადამიანთან, ხო? ეგეთი მეგობარი თუ ყავს, ვისაც გამოარჩევდი. ხო, რავი, კი, ალბათ მყავს და ჩემი აზრით საუკეთესო მეგობრობა და მეგობრობა ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ საუკეთესო მეგობარი არის, როცა ერთმანეთი მართლა გულით და ძალიან გიყვართ და სულ რომ ერთად ხართ და გინდათ რომ ერთმანეთს დაეხმაროთ რაღაც, რა თქმა უნდა მეგობრობა, როცა მეგობრები ადამიანს ეგეც დახმარება და ყველაფერია, მაგრამ საუკეთესო მეგობარი უფრო ისეა რომ შენი დასავით როა და ძალიან რომ გიყვარს რა და საუკეთესო მეგობარი ალბათ არის მეგობარი რომელთანაც პირველი რო გახსენდება რა რაღაც რომ მოხდება და ეგრევე რო გინდა რომ მე დანარჩენ მეგობრებსაც რა თქმა უნდა რომ გაუზიარებ ხო მაგრამ საუკეთესო მეგობარი არის ეხა მომივიდა ძალიან ისეთი აზრი რა რომ ჩემს ცხოვრებაშიც საუკეთესო მეგობარი მაგალითად დაბადების დღე მაქვს რა საუკეთესო მეგობარი არის ის ვისთან ერთადაც მე გეგმავ ჩემს დაბადების დღეს. მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ერთად ვეპატიჟებით სხვა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ხო, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ხო, ზოგ ადამიანთან მაინც სხვანაირად, გული გულს სხვანაირად უგებს რა და ეს რაღაცა ძალიან ბუნებრივი მომენტია. ეხლა მაინტერესებს შენ თუ გახსენდება პირველი მეგობარი, როგორ შეიძლება და როგორ მიხვდი, რომ მე იმხელა ვარ, რომ ხა მეგობარი შევიძინე და მეგობარი მყავს და თავიდან ხო სახლში იზრდები, სულ დედა, მამა, რაღაცა ბებო, ბაბუ, ძმა და არავინ კი არიან რაღაცა ბავშვები, დედა შენის მეგობრის შვილი, მაგრამ მე ხო ბაღში მიდიხარ და უცბად ბევრი ბავშვია და შენ ესე უყურებ და
მე მაგალითად ბაღში რომ მივედი, მყავდა რაღაცა გამორჩეული მეგობრები, რომლებიც დღემდე განსაკუთრებით მიყვარს. ზოგთან ახლა ურთიერთობა აღარ გამიგრძელებია ბაღის მერე, იმიტომ რომ მე სხვა სკოლაში შევედი, ისინი სხვა სკოლაში, მაგრამ დღემდე მეუბნება დედა რომ აი შენ ამას განსაკუთრებით ემეგობრებოდი ბაღშიო. აი ძალიან საინტერესოა პირველი მეგობარი მაგალითად ბაღში როგორ შეიძინე და რატომ მოგეწონა მაინც და მაინც ეგ ადამიანი და ეგ ბავშვი და არა მაგალითად დანარჩენი ბავშვები. აი განსაკუთრებულად თორე ყველა ადამიანი იმსახურებს მოწონებას და პატივისცემას, ხო? ხო, რავი, ალბათ ბაღში კი, ანუ გავუჩინე რა მეგობრებენ, ვემეგობრებოდი რა ბევრ ბავშვებს. და ანუ ხო რა. ანუ თუ ყავდა გამორჩეული მეგობარი, მაგალითად 1 ან 2, რომ აი რომ მიდიხარ და პირველი რომ იმასთან ერთად მიხარ და იმასთან ერთად თამაშობ, იმასთან ერთად გინდა რომ იყო. ხო, აბა ყავდა 1, 2, 3 ეგრე მეგობრები რა. ანუ დარჩენებით ამ კი ის, მაგრამ ანუ და რა საკეთებთ ხოლმე? ანუ ყველაფერს ერთად აკეთებდით ბაღში თუ აი? ხო, რა, მაგალითად ერთად ანუ თამაში გვინდოდა ერთად ანუ ყოფნა ერთად, რავი, ვიჯექით და ვჭამდით ერთად და ყველაზე მეტად მაინტერესებდა ხოლმე შენ რო პატარა იყავი შენს მეგობრებთან რაზე ლაპარაკობდი ხოლმე აი 3-4 წლის რო ხარ და ახალი დაწყებული რო გაქვს ლაპარაკი და ბაღში რომ მიდიხარ ფაფაში გაჭმევენ და შენ რაღაცებს რო უყვები აი ან თუ გახსოვს აი გეხვეწები გაიხსენე რაღაცა ერთი დიალოგი მაინც რაზე ლაპარაკობდით ხოლმე აი მაგალითად ეს გემრიელია ეხლა რასაჭამთ არ არის გემრიელი თუ აი როგორ რავი ალბათ აუ ის არ მიყვარს რა ის მომჭენს ძალიან ეს ხო ეს საჭმელი თუ აი და რავი უფრო ანუ აი რაღაცა ცოტას არ ჭორიკნობდით აი ანუ აი ცოტას ხო ხდები აი რაღაცა ან აი გუშინ მაგალითად არ იყავი რა ბაღში აი რომ მიდიოდი უყვებოდი რომ აი გუშინ მაგიტო არ ვიყავი რომ თუდად ვიყავი მე ხო ალბათ კი არ ვიცი არ მაინტერესებს აი ბაღის ბავშვების საუბრები არის აი მართლა აი მე როგორ უნდა გავიგო იმიტომ რომ მაინც უფროსებთან 3 და 4 წლის ბავშვები ახლა ძალიან ისე იქცევიან რა ის დედასთან არიან და რაღაც და აი მაინტერესებს ცალკე რაზე ლაპარაკობთ თქვენ რაზე ლაპარაკობდით ხოლმე ანუ ეგეც გთხოვთ დავკომენტარით ძალიან მაინტერესებს არ ვიცი ან რაზე ლაპარაკობთ უბრალოდ ვიყოლებთ ერთმანეთს და რაღაცებს ჩურჩულებდით მოდი ახლა კითხავ ესეთ რაღაცას შენ ხო არ გაქვს ჩემთ არამე კითხვა რავი ხო ან შეც დამისვი რამე მეგობრობასთან დაკავშირებით? კარგი, მაგალითად აი აბა აი თქვი აი კარგი მეგობრის აი თვისებები რა აი კარგი მეგობარი როგორი უნდა იყოს? აბა ძალიან საინტერესოა. ჩემი აზრით კარგ მეგობარს უნდა უხაროდეს შენი კარგი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეგ არის ჩემთვის პირველი და ეგ ძალიან შესამჩნევი უნდა იყოს რა რომ როდესაც შენ ცხოვრებაში რაღაცა კარგი ხდება შენ მეგობარსაც ძალიან უნდა უხაროს ასევე უნდა იყოს ერთგული კი აუცილებელია ერთგულება აი მეგობრობაში ყველა ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ენდობოდე რა და ერთგულ ადამიანს ენდობი რომ თუნდაც რაღაცა საიდუმლოს რომ მოუყვები შეიძლება ეს რაღაცა ისეთი საიდუმლო არ იყოს მაგრამ არ გინდა რომ შენი მეგობრის იქით ვიღაცა მიცოდეს ხო პირობითად აი ეგეთ რაღაცას რომ უყვები ბოლომდე უნდა ენდობოდე რომ ის ადამიანი ბოლომდე შეინახოს იმიტომ რომ მეგობარი ხო ის ადამიანია ვინც შენი კარგიც იცის და შენი ისე რა კარგიც იცის ხდები და მეგობარი რომელიც შენ ისე რა კარგს გაიტანს და სხვასთან იტყვის ეგ ჩემთვის კარგი მეგობარი არ არის. ხდები? ეგეთ მეგობარს მე მეორეჯერ, ეგეთ ადამიანს მე არ დავშორდები, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს რაღაცა ურთიერთობას და პატივისცემას, თუმცა ეგეთ მეგობარს მე მეორეჯერ ვეღარ მოვუყვები იმას, რაც აქამდე მოვუყვები ხდები და ალბათ ზუსტად ეგ განსხვავებაა საუკეთესო მეგობარსა და აი ხო ხდები მეგობარს შორის, იმიტომ რომ შეიძლება ყავდეს მეგობრები რომლებთანაც ყველაფერს არ იტყვი და ყველაფერს ვერ იტყვი, ხო, ანუ შეიძლება ეგეთი რაღაც. მაგრამ ის რაღაც აი მართლა ბოლომდე საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელთანაც ზღვარი არ არსებობს და შენ ფიქრებს, არც კი ფიქრობ, ჩვეულებრივად ყვები რა, იმიტომ რომ ის ადამიანი არის შენ რაღაცა შვება ხდები და ეგ ალბათ ეს თვისებები არის ძალიან ძალიან აუცილებელი. ნუ პატივს უნდა გცემდეს აუცილებლად, უნდა უყვარდე და შენი ერთგული უნდა იყოს.
კი, ნამდვილად ჩემი აზრითაც ეგრეა და მეგობარი მართლა ეგეთი უნდა იყოს რა. კი, აი ხა მე რაღაცას მოყვები, მე იქნებ, ანუ გავიხსენო თვითონ ჩემი ბავშვობიდანაც მეგობრობაზე. ანუ არის ესეთი რაღაცები, რომ ჩემს პატარაობაში ეზოში, მაგალითად რომ მეგობრობდით, იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ვიღაცები არ ემეგობრებოდნენ. და ვიღაცები რომ არ ემეგობრებოდნენ, ვიღაცებს მეც არ ვემეგობრებოდი, ხდები? და თითქოს, ოღონდ მიზეზი არის, აი უბრალოდ ბავშვებში რაღაც ისე ხდება ხოლმე, ხო ხდები? აი მე და შენ ვართ მეგობრები და ვიღაცა ახალი გადმოვიდა, მაგალითად ეზოში რა. შეიძლება არ დაუმეგობრდეთ, იმიტომ რომ აი ჩვენც არ ვიცით რატომ. რეალურად მე რო ერთმანეთი გავიცნოთ და მომხდარა ეგრეთ ჩემს ცხოვრებაშიც რა. შეიძლება საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ეს რაღაც თავიდანვე მიღება არ არის ხოლმე და ბევრი ბავშვი რჩება ისე რა, რომ ანუ მეგობარი არ ყავს მაგალითად. ბავშვობაში მეც დამიშვია ეს შეცდომა, რომ ვიღაცებთან არ მიმეგობრე, მაგრამ დღეს რო ვფიქრობ, ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ სადაც ესე გიყურებს და შენთან ახლოს არის, თუნდაც ფანჯრიდან გიყურებს ან შენს ეზოშია, დაუძახო და უთხრა, რომ მოდი ვითამაშოთ, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ალბათ შენი თავი უნდა წარმოიდგინო იმ ბავშვის ადგილზე რა, რომ რაღაც ახალ სივრცეში ხარ, ან თუნდაც შენ ეზოში ხარ, მაგრამ არ იცნობ, არ ყავს რა მეგობრები და მარტო ხარ. გინდა თამაში, ან წრეში ბურთი გინდა და ხუჭომანი გინდა, რასაც ეგ ისეთ თამაშია, რომ ბევრი ადამიანი სჭირდება, ხო? ყველამ ერთად უნდა ითამაშოთ, მაგრამ რატომღაც არ გეძახიან და შენც გერიდება რომ მიხვიდე, შეიძლება არც გათამაშონ. ხო. არ ვიცი, ალბათ ეგ ცოტა ისეთი რაღაცაა რა. ალბათ აი ხო, რა, აი შენ თავი რომ წარმოიდგინე რომ ეგეთი აი რაღაცნაირად ხარ რა, მარტო ხო ხდები? მე მგონია რომ ყველა ადამიანი ჩვენს გარშემო ვინც არის, ხო? ანუ აი მსოფლიოში რამდენი ადამიანი არსებობს, ხო? ყველა ხო არ გვხვდება. 7 მილიარდზე მეტი ადამიანი არსებობს, ყველა ხო არ გვხვდება. ანუ სახლში რო იბადები, შენ არეალში შენი მეზობლები, შენი ეზოელები არის მაქსიმუმ 100 კაცი, ხო? ანუ მიდიხარ მე ბაღში ნახულობ, რავი, 30 ჯგუფელი ყავს, იქ ვიღაცას გაული, გამოული, მაგრამ ამ 100-დან ეზოში ხართ 10 ბავშვი, ხო? წარმოიდგინე, ანუ შენთვის ბავშვები, შენთვის მეგობრები არის ეს 10 ადამიანი, ხდები? იმიტომ რომ მაგის იგი შენ არსად არ დადიხარ, არ მოგზაურო, პატარა ხარ, ხო? არც გაგიშვებენ რო წახვიდე. და ეგ 10 ბავშვი არის შენთვის ყველაფერი, ხდები? აი და ის 10 ბავშვი არ გემეგობრება. აი ან 10-დან ერთი გემეგობრება, არ ვიცი, ანუ ყველა ადამიანი და ხო, მაგალითად რავი, ანუ 4 გემეგობრება და დარჩენები, ანუ რავი, ხო რა. აი აბსოლუტურად ყველას ვერ ემეგობრება, მაგრამ მე გამიგია ესეთ შემთხვევები, რომ თუნდაც ანუ ეგეც არის მეგობრობაში, რომ ვიღაც მეგობრები რაღაცის გამოიჩენენ რა. ეგეც ამჩვენია, რომ ძალიან უანგარო მეგობრობა უნდა იყოს, რომ მე იმიტომ კი არ გემეგობრები, რომ შენ კარგი ფეხსაცმელი გაცვიან, მე იმიტომ კი არ გემეგობრები, რომ შენ იუთუბერი ხარ, მე იმიტომ გემეგობრები, რომ მე შენ მომწონხარ, ხარ, ანუ მე შენ ხო მიყვარხარ როგორც ადამიანი, შენ ხარ კეთილი და შენ ხარ კარგი ადამიანი და მე შენთან ერთად კარგად ვერთობი, გენდობი და მიყვარხარ როგორც ადამიანი, ხდები? მაგით უნდა ვიმეგობროთ და არა, იმიტომ რომ რაღაცა იუთუბერი ხარ თუ არა, ეგ არის მეორე ხარისხოვანი. და ეგეთი რაღაცები მსმენია, ჩემ დროსაც იყო და ეხაც არის, რომ რაღაცის გამო ვემეგობრებით ადამიანები ერთმანეთს და ეს შეიძლება იყოს ის, რომ აი მაგალითად ვიღაცის მეგობარია. მაგალითად შენი მეგობარი არის ვიღაცა ზაჰიდე მაგალითად და მე შენ არ გემეგობრებოდი გუშინ, მაგრამ დღეს გავიგე რომ შენი მეგობარი არის ზაჰიდე და მოვიდე დაგიწყე მეგობრობა. აი ხა შენ მე არ ვარ შენი ნამდვილი მეგობარი, ხდები? ეს აი ძალიან მარტივი მისახვედრია რომ მე არ ვარ შენი მარტივი. ანუ ეგა ძალიან გუშინ სად იყავი? მე მეგობრე რა, ანუ მეგობრობა, იცი როგორ რაღაცა მეგობრობა ორმხრივია. განამარტო იმას ჭირდები რომ იყოს შენი მეგობარი, შენც გჭირდება რომ იყოს შენი მეგობარი რა, ხდები? გიჩხუბია თუ არა მეგობართან, ეხა ძალიან კარგად გაიაზრე. კამათი მოქსულია თუ არა და აი რომ გაიხსენო რა. რა ყოფილა მიზეზი? ანუ ახლა თქვენ ყველას უკამათია მეგობართან რა. აი რაზე მაგალითად. აი რა წენია.
ნოუია, ადრე მაგალითად რაღაცა იუაზრობაზე რა. აი უბრალოდ რომ აი ყოფილა რომ ჩასუხარ და არავინ არ გემეგობრება. არავინ არ გემეგობრება, აი ცოტა ისეთ სახეებით რა, აი ხო ხდები აი დრაუი ხა ალბათ ხო, ანუ არ ვიცი დიდად ეხლა ეგრე არა ალბათ. ტირლით ამოსულხარ სახში? კი, ეს გულწრფელი პოდკასტია. მეც ავსულა ტირლით სახში. ჩემ ეს ყველა ადამიანი ასულა ეზოდან ტირლით სახში. ეხლა გამახსენდა. და მე ვიღაცას რო გუნდა სახეში მოუხდება, ვიღაცა რო ბურჯს გესურის და თავში მოხდება მაინც და ტირლით რო ადიხარ და მე სახში. დედას რო ევლები და დედა რო ჩადის და მე იმათ საქმეებს რო უჩემს. შენ მახსოვს რომ მოგხვდა ბურთი თავში. ეგ მოგვიყევი? ხო, თავში მომხდა რაღაც. როგორ? ეზოში იყავი? ვიღაცამ რა ანუ ხო რა ისროლა, აი ეს ვიღაც ბავშვმა ბურთი ისროლა და თვალნათლად ჩანს რომ მე მესროლა თავში და მე თავის გამართლება დაიწყო რომ არაო შენც არ მისროლია. მაგრამ აშკარად აი იმენა ესე გიმიჯზენებს აი რომ მოგახო. მარტას მინდა თავში მოვარტყო. და მე არა კაცო არა. სხვა ბავშვები იყვნენ მანდ? და რა რეაქცია ქონდათ? ეგ დამნიშნავანია რა რეაქცია ქონდათ, იმიტომ რომ როცა რაღაცა უსამართლობა ხდება ჩვენს გარშემო. აი მაინც არ არის აუცილებელი რომ ჩვენ გადაგხვდეს ეს უსამართლობა რა. როდესაც ხდები რომ მაგალითად ვიღაცა მართას უსამართლოდ ესროლა ბურთი სახეში. აი მე ვფიქრობ რომ შენ უნდა თქვა რომ ანუ ამაზე არ უნდა გაიცინო რა და ამაზე უნდა თქვა რომ ეს არ არის სწორი და უნდა მოუხადო ეხა ბოდიში მართას. ხდები? ანუ შემდეგ იგრძნო რომ სხვები ამ უსამართლობას შეეწინა დეგებიან. ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რა. იმიტომ რომ გაჩუმება რომ ვითომ არაფერი არ მომხდა რა. ხვალ ეგ ბავშვი მოვა და შენ გესვრის ბურთს და შენს დაგჭირდება მართა, რომელიც დაგიცავს, ხდები? სხვა ბავშვებმა რა გააკეთეს? სიცილი დაიწყეს, ხო? სავარაუდოდ. მე ეგეთი რაღაც მახსოვს. რავი, არა, მაშინ არა, იმიტომ რომ ერთი ბავშვი იყო მაშინ. ანუ სულ სამნი ვიყავით რა და ხო რა. ანუ არ დაუწევს ის. მაგრამ ეგეთი ყოფილა რომ სიცილი დაუწიათ. ალბათ ყოველთვის ყოფილა რა ეგეთი რამე რომ აი მაგალითად ვინმე რომ წაიქცევა და მე ისინი რომ სიცილეს დაიწყებდნენ და მე ის ბავშვი რომ ტირის მაგალითად და მაინც რომ იცინიან რა. ხო, ეგ არ მოსულა. ხო, ეგ ალბათ რა. ხო, იმიტომ რომ ანუ კაი წაიქეცი ეხლა მე აი ხო ხტები ხა თამაშობს და წაიქეცი შეიძლება ისე ცოტა სასიო წაიქეცი გამეცინა მაგრამ ის რომ შენ ტირი ანუ ესე იგი რაღაც დაუშავდა ხო ადამიანს და ნამდვილი მეგობარი ის არის ვინც დაეხმარება გვერდში დაუდგება და ჩაეხუტება გამხნევებს და 5 წუთი რო გავა ერთად იცინებენ მე რაც მოხდა აი მგონია ნამდვილი მეგობრობა რა ანუ თუ იცინი რაღაცაზე ისეთ რაღაცაზე უნდა გაიცინო და რაღაც ის რამე უნდა თქვა რომ სხვებსაც გაეცინოთ ანუ შენ მეგობარს მაგალითად რომ ან თუ მაგალითად შენ მეგობარი ხდები რომ ანუ არაფერი არ მოუვიდა და პირიქით ანუ რაღაც ანუ პროსტა რაღაც წაიქცა უბრალოდ რაღაც ფეხი გადაუტრიალდა და იცინო შეიძლება ანუ ხო რა გაიცინებ ახლა არ უნდა იყო რომ ვაიმე რა მოგივიდა ვაიმე რაღაც ანუ არა რა ახლა თუ მართლა მას არაფერი არ დაუფავდა არაფერი არ ეთკინდა კარგად არის ანუ ეგ შეიძლება ახლა რა და როცა ანუ შენ მეგობრები ვარი ანუ გაჭვევაშია რაღაც და ანუ ეთკინა რაღაც და რაღაც ანუ ეგ უფრო შენ ამ დროს ანუ იცინი ეგ არის დაცინვა ხო დაცინვა რა რომ დაცინი როგორ წაიქეციო ანუ და თუ თვითონაც იგინის ანუ ხო რა იმიტომ რომ თვითონაც ეცინება და სასწილოა მე გავიხსენებ ხა ბავშვობიდან რაღაცას ერთ ისტორიას ბავშვობაში ვიყავით ხოლმე სამეგობროება დაყოფილები იყო რაღაც გოგოების ჯგუფი და მე მეგობრობდი ძირითადად ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდი და კიდე 1-2 გოგო იყო ჩართული მაგამ ბავშვი რომ ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდი ხოლმე იყო მომენტები რომ ეს ჩვენ გოგოები რომლებიც ბიჭებთან ერთად თამაშობდით კარგად მეგობრობდით იმ გოგოებთან რომლებიც ცალკე თამაშობდნენ მაგრამ იყო რაღაც მომენტები რომ აი არ ვიცი რაღაც გაუცხოება ხდებოდა და რაღაცა აი შენ არ გათამაშებთ და მე არ გათამაშებთ და რაღაცა ეგეთები რა და მაგის გამო სულ ხან კარგად ვიყავით ერთმანეთთან, ხან ცუდად ვიყავით ერთმანეთთან რა, მაგრამ ის დღეს კარგად ვერ ხვდები, ანუ რატო რა?
ხო, ანუ იცი რა არის? იმიტომ რომ ინტერესები განსხვავდება, ხდებით? ანუ მაგ დროს ჩემი ინტერესები განსხვავდება და მე მიდოდა ფეხბურთის თამაში, იმ გოგოებს უყვარდათ წრეში ბურთი და ბარბობანა მაგალითად, ხო? და მე რაც მიყვარდა, იმას ვაკეთებდი და შესაბამისად აი ძალიან ახლო მეგობრები არ ვიყავით და ეგ მაგიტო ხდებოდა. კიდე ძალიან ბევრჯერ გვიჩხუბია. ეზოში იყო 3 აი რაღაცა ბოძი და ცხენებს ვეძახდით რა. 3 ბოძი იყო და 4 გოგო ვიყავით. ხო. ანუ 3 ცხენი ყავდა 4 გოგოს. 2 იყო ისეთი, რომ უეჭველი თავის ცხენები ყავდათ და 1 ცხენი იყო ისეთი, რომ ან მე უნდა დავმჯდარიყავი, ან მე გოგო რა. მეოთხე გოგო ხდები? ყველაფერი კარგად იყო, როცა 3 ვიყავით, ანუ ის 2 მთავარი გოგო და მე, ან მე თუ არ გამოვდიოდი, ის 2 გოგო უეჭველი და ის მეოთხე გოგო. თამთა ერქვა მაგ გოგოს რა, ან მე ვიჯექი ამ მესამე ცხენზე, ან თამთა. ის 2 ყოველთვის მარი და ნინო. ხო და ეგ ეხა რომ ვიხსენებ, ცოტა სტრესული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ანუ ყოველთვის არ მქონდა ცხენი რა, ანუ რო გავსულიყავი და თამთა რო დამენახა, ვერ ავაყენებდი, ანუ ვერც ერთს ხვდები? ან მე რომ მჯდარიყავი და თამთა რო გამოსულიყო და არ ვიცი, ხო ეგეთი რაღაცები ხდება, უბრალოდ მე რჩევას მოგცემდით, თუ ეგეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს, აი ხო ხდებით ამ შემთხვევაში ახლა შეიძლება ცხენები, ანუ ჩვენ ეზოში უბრალოდ ეგრევე ძახდით მაგ ბოძებს და ანუ თქვენ შემთხვევაში შეიძლება სხვა რაღაც იყოს ესეთი რა. ანუ მაგაში ისეთი არაფერი არა, აი რაღაცა ის საწყენი და რაღაც ხო ხდები, ანუ დღეს კარგად არც მახსოვს რა, უბრალოდ იმ მომენტში მახსოვს, რომ ცოტა მწყინდა ხოლმე. რო რავი, ხო, ჩემთვის არ იყო თითქოს რა. მაგრამ ხო, იმიტომ არა რომ მე ვიყავი ნაკლებად მეგობრული ან ცოტა ცუდი ვიყავი ან რაღაც არა, ანუ მაგაზე არ არის რა, ანუ რაღაცები ხდება და საკუთარ თავში მინდა რა რომ იმ ცხენზე დაждდე რა. ხო, მაგრამ საკუთარ თავში მაგის გამო ეჭვი არ უნდა შეგეპაროს რა, რომ მე ნაკლები მეგობარი ვარ, ან მე რაღაცა არასწორად გავაკეთე, არა. რაღაცები არის, რაც ანუ უბრალოდ არის და ყველაფერს უნდა ეცადოთ, რომ ცოტა ისე, ანუ დადებითაც შეხედოთ რა, იგი იქნება ჩემი რჩევა, რომ ბევრ რაღაცა არ გეწყინოთ, არ აუშავს ან რაღაცეები. ხან ცხენზე ვერ დაждდები, ხან შეიძლება ვიღაცები თამაშობდნენ, მე მიხვიდე და ვერ შეხვიდე თამაშში. ანუ ხდები, ანუ არის ეგეთი მომენტები, რომ ყოველთვის ანუ ცენტრში ვერ იქნები რა და ანუ არ აუშავს, მართლა არ აუშავს, იმიტომ რომ მეორე დღეს მაგალითად მართა იქნება ეგრე, მესამე დღეს თამთა და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მაინტერესებს აი მეგობარს თუ იძენ ხოლმე ზოგადად რა. და როგორ? რავი, კი ალბათ, ანუ ვიძენ ხოლმე როცა აი მაგალითად მაგალითად ვინმე თუ აი ხვდება ბავშვი რომელიც მაგალითად აი მოდი ჩვენთან ეზოში რა. ახალი ბავშვი? ხო, ახალი ბავშვი, ვინც მაგალითად ჩვენთან ერთად მოდის ხოლმე ეზოში და რაღაც და თან ანუ ხო რა რომ მოდის და რაღაც და დედები ხანდახან მოდიან ხოლმე და იცოდა ხანი იყოს თქვენთან ერთად და რაღაცებიო. ანუ სულ ვცდილობ რომ მეთქი ანუ რა ქვია მეთქი ანუ სულ რომ ვცდილობ რომ აი უხერხულად რო არის, აი შენ დაეხმარო რომ გაიხსნას, ხო? ხო რა ის. ეგ ძალიან კაია. ცოტა რომ დაუმეგობრდეთ უფრო მეტად რა, ანუ მაგალითად იმის გასაც ახალი ბავშვი მოვიდა, ერთი არ ვიცნობდით არც ერთმა, მაგრამ ანუ რაღაც ვთამაშობდით ერთად მერე და ანუ ხო რა გავერთეთ. ეგრევე გაიცანით, ანუ ის რაღაცა არ ყოფილა რომ ის ცალკე იჯდა თავისთვის და თქვენ ცალკე. ძალიან კარგია ეგ. ანუ რჩევას თუ მოგცემ და მისცემ ჩვენს მაყურებლებს, როგორ შეიძინან ახალი მეგობრები, იმიტომ რომ ანუ მაგას ვიტყვი ახლა ერთი წამი რა, რომ არ არის აუცილებელი რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავდეს ყველას. არის მომენტები ყველას ცხოვრებაში, როდესაც მეგობარი შეიძლება საერთოდ არ ყავდეს. და ეს არ არის, ანუ პრობლემა. ხო. აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც გაუგებთ და გახდება თქვენი მეგობარი. ანუ მაგაზე არ ინერვიულოთ თუ აი თუნდაც ვიღაცა არ გემეგობრებათ, ეს თქვენში არ არის პრობლემა. ის რომ ვიღაცა არ გემეგობრება, შენში არ არის პრობლემა. მას არ უნდა იმიტომ რომ შენ ხო ანუ შენ ნაკლებად მეგობრული, ნაკლებად კარგი ლამაზი ან ხო. რა შენ გული ხო, არ აუშავს. რაღაც არ უნდა, კარგი, ხო. შეიძლება როდესაც შენც არ გინდოდეს, რომ ვიღაცას ემეგობრო მაგალითად და ფერი არ მოხდება რა. აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც გემეგობრებათ რა. კი. აუცილებლად. მაგის ყოველთვის გჯეროდეს და მაგაზე გული არ დაიწყვიტოთ. რჩევა გვინდა ეხა, როგორ გავიჩინოთ ახალი მეგობრები.
ანუ ახალი მეგობრების გაჩენა თუ გინდა, პირველ რიგში არასდროს არ უნდა გცხვენოდეს, აი მაგალითად მისulis, გაცნობის. ეგ არის პირველი, იმიტომ რომ თუ არ გაიცანი ადამიანი და არ ნახე, ანუ მაშინ რანაირად უნდა გაიჩინო ეგ მეგობარი, თუ უბრალოდ შორიდან ხო არ შეხედავ და მეგობრები ხო არ იქნებით, ხო? უნდა მიხვიდე, რა ვიუთხრა რომ ანუ რა ქვია. ხო, ანუ გამარჯობა, რა გინდა ვითამაშოთ, აი ყველაზე მაგარი გინდა ვითამაშოთ, ხო? ანუ ეთამაშე რაღაც, მე ეგეც რაღაცებს გეტყვის, შენც ეტყვი და ნელ-ნელა უკვე მეგობრების გახდებით რა, ანუ ეგ არის მეგობრობა, რომ ანუ ერთად რო ითამაშებთ, მე მიეჩვევით ერთმანეთს, მე მეორე დღეს მაგალითად თუ ახალი ბავშვია ვინმე ეზოში გადმოვიდა, ანუ ან კლასში, ან ხო, ან თუნდაც უბრალოდ ანუ მიდი ხოლმე ყოველ დღე და ანუ ხო, რა ითამაშ ხოლმე და მე ერთმანეთს მიეჩვევით და უფრო მეტად ანუ მეგობრები გახდებით რა. ხო და მე აღარ იქნება რომ მოგერიდება და რაღაცე. კი, ძალიან კაი რჩევა მართა, აი მართლა ძალიან მაგარი რჩევა. მე მაგალითად აი პირველ კლასში რო ვიყავი, აი ადრე ხო, ანუ არავის არ ვიცნობ თითქმის კლასში, ანუ ვიცნობდი რა, იმიტომ რომ ზოგი ჩემი ბაღელები იყვნენ რა, მაგრამ ეგენიც ბიჭები იყვნენ სულ ხო და ანუ გოგოებს არავის არ ვიცნობდი და მე ანუ ერთი გოგო იყო რა ხო და მე ანუ მივედი რომ მეთქი ანუ რა ქვია თუ რაღაც გინდა მეგობრები ვიყოთ და მაგალითად კაიო და მე მაგის მერე ვიყავით მეგობრები. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ხო, ეგ არის რა, ძალიან ადვილია. ის მიხვიდე და გაიცნო და მეგობარი არ მყავს. რაღაც ჯობია მიხვიდე და კითხო. გამარჯობა. რა ქვია? გინდა ეს ვითამაშოთ? რომელ თამაში გიყვარს? ვა, მეც ეგ მიყვარს. წავედით. всё, მეგობრები ვართ. ხო რა, ანუ კიდე ვიმეგობროთ მაგალითად მეკითხე და მორჩა მეგობრები. სხვათა შორის მართას მეგობრობას ძალიან ბევრს ველაპარაკებოდი ხოლმე. მოიცან, ალბათ ანუ რო კითხავ მაგალითად რომ გინდა მეგობრები ვიყოთ, ანუ არას არ გეტყვის რა, ალბათ, იმიტომ რომ ეხა ანუ რო ვინმე რომ ანუ გიკითხება რომ გინდა მეგობრები ვიყოთ და არ მინდა რომ ვიყოს, ხო ცოტა ისეთი. ჩემს ეგ კითხვა ძალიან აუცილებელიც არ არის რა. უკვე რო აი მაგალითად რომელ თამაში გიყვარს და უნო ვა, მე მაქვს უნო, გინდა ვითამაშოთ? კი და მეგობრები ხართ, ანუ ხო რა, აბა რა არის ხო? მე ბავშვობაში ძალიან ბევრს ველაპარაკებოდი ხოლმე მართას მეგობრობაზე და რაც მახსენდებოდა ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან, ძალიან ხშირად ვუყვებოდი ხოლმე. და ერთ-ერთი რაც აი ძალიან მინდოდა რომ მართას თავიდანვე ცოდნოდა და ალბათ 2 წლინახევრი, 3 წლის იყო, როდესაც აი რო ჩავიდა ეზოში ეგრევე ეგ ცოდნა გავატანე, იყო ის რომ მეთქი ის ეზოში იყო, მეთქი არასდროს როდესაც გექნება 50 თეთრი, არასდროს არ წახვიდე და არასდროს არ იყიდო. გაუყავი ბავშვებს ყველაფერი და არასდროს ანუ არ მარტო შენთვის არაფერი არ იყიდო. თუ მაგალითად 2 ხართ ან 3, აი მაინც აი გააკეთე ისე რომ ყველა შეხვდეთ, იმიტომ რომ მე იმას ეწყინება ის მერე და ან ხო რა. ხო, იმიტომ რომ მეორე დღეს მაგალითად მეორეს ექნება, მესამე დღეს სხვას, მეოთხე დღეს სხვას და რომც არ კონდეს, ანუ როდესაც ადამიანებთან მეგობრობ და ადამიანებთან ერთად ხარ, ეხა მაგალითად მე რო ვიყიდე კოკა-კოლა და მართას არ ვუყიდე და მე ვსვამ მართა ის მიყურებს. ცოტა ისეთია რა, ანუ მაშინ ნახე 2 კოკა-კოლის ფული თუ არ მაქვს, ვიყიდი ერთ კოკა-კოლას და ერთჯერად ჭიქას. აი ხო, მართლა ყველაზე მაგარია, ყველაზე მაგარი. ეგეთი არის ყველაზე გამინა. ანუ ჩიპსი მაგალითად, ხო? მაქვს ერთი დიდი ჩიპსის ფული. ხო. ჩემს მეგობარს არ აქვს ფული. წავედით 2 პატარა ჩიპსი, 2 პატარა ჩიპსი, მაგრამ მეგობრები, რომლებიც ამ ჩიპს ორივე გემრიელად და ბედნიერად ჭამს და მაგაზე მაგარი გამოცდილება და მაგაზე აი საყვარელი მომენტია აი ცხოვრებაში ძალიან ცოტა ვიცი, როცა აი მართლა ხურდები გაქვს, აი რამდენჯერ მე ბავშვობაში ყოველთვის ჩავდიოდი ეზოში 40 თეთრით მართლა და წავიდოდით ხოლმე, რაღაცა ბულკი იყო, ვიყიდდით და იმ ბულკს მე და ჩემი 2 მეგობარი ერთ 40 თეთრიან ბულკს სამივე ჭამდით და წარმოიდგე დღეს ვარ 24 წლის და დღემდე მახსოვს ეს. იმიტომ რომ დღემდე მახსოვს როგორ აი საყვარელად ვაკეთებდით მაგ ყველაფერს რა. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მაქვს თუ შენ გაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ჩვენ აქ ერთად ვართ და აი პატარა რაღაც არის ხო? მაგრამ ეს პატარა რაღაც აყალიბებს ნამდვილ მეგობრობას რა, რომ აი თუნდაც ეგეც მეგობრობაში ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა მინდოდა რომ ეგ ძალიან კარგად გცოდნოდა. ხო? და მართლა მე ძალიან კარგად ისწავლა და აი ძალიან ამაყი ვარ მართლა რომ დღესაც რომ იყვება ხოლმე რომ
ეს მქონდა და აი ესე გავაკეთე, აი ძალიან ამაყი ვარ, რომ შეუძლია განაწილება და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენც გირჩევთ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ბევრნი ეგრე აკეთებთ და მართლა ყველას გირჩევთ, რომ აი სიამოვნება მიიღოთ, რასაც ქვია სიკეთის გაკეთება შენი მეგობრისთვის, განაწილება შენი მეგობრისთვის, აი არანაკლებ სიამოვნებას მოგაყენებს თქვენც მართლა, ხო? ხო მართლა ეგრეა, შენც სიამოვნებს რა. აუცილებლად, აი, ჩემი აზრით ჯობს რომ აი, საერთოდ შენ მეგობართან რო ხარ, მაგალითად ორნი რო ხართ, ჯობს რომ არაფერი არ იყიდო და არაფერი არ ჭამო, ვიდრე შენ თვითონ იყიდო და მარტო ჭამო, იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი შეგრძნებაა, როცა აი ვიმე. წინ რომ ანუ გიზის ადამიანი გვერდით და ანუ რომ ანუ ჭამს და შენ რომ არ ჭამ რა, ანუ ხომ ცოტა ისეთი, ანუ კი შეიძლება ეხთქვა რომ აუ არ მინდაო, მაგრამ ანუ ის ხო არა გინდა შენ. არა, აი ბავშვობაში. ეხლა რომ ეკითხებიან მართა რომ ნაყენი გინდაო, არის მომენტები რომ მართლა არ მინდა, მაგრამ ბავშვობაში მე ვერ წარმომედგინა დედას რო ქონდა კევი, რომელშიც ერთი 8-10 ცალი იდო, ჩანთაში როგორ უჩერდებოდა. საღეჭი რეზინი ბოდიშით ქართულად. აი მართლა და ეხლა რავი მეც მიგდია ხოლმე და ყოველთვის არ მინდა, ხო, ყოველთვის არ მინდა. ხო. ძალიან ცნაური იყო. ჩვენ სეზონში ანუ ყიდულობთ ხოლმე 50 თეთრიანი ბაბოლია რა, კევი და შიქო 5 ცალი იდევს და კიდევ ისინი მოყვება რა, ტატუები და რაღაცაები და ანუ პირში მთლიანად ყველას ვიდებთ ხოლმე რა და ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვიდრე ბევრი ხანი ექნება რა პირში. ანუ იმიტომ რომ ძალიან ბევრია მერე რა, იმენა პირი გაგასე გამოტენილი და სახალისო თამაშია, ხო? ესეც ასე. მგონი მეგობრობაზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ. კი. საბოლოო დასკვნა ის არის, რომ ძალიან მაგარი რაღაცაა მეგობრობა რა. და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ კარგი მეგობრები. და მე მგონია, რომ ჩვენ თუ ვიქნებით კარგი მეგობრები, ჩვენნაირივე მეგობრები გვეყოლება რა. იმიტომ რომ თუნდაც ნებისმიერი მეორე მეგობარი ჩვენ არ გვექცეოდეს ძალიან ისე რა, კარგად. ჩვენ რომ მოიქცევით ძალიან კარგად, აუცილებლად მიხვდება იმ განსხვავებას რა. დღეს რომ მე მართას რაღაცას გავუყოფ, ხვალ მართას გაუჩნდება, ადამიანები ვართ, გაუჩნდება იმის სურვილი, რომ თვითონაც გამიყოს. დღეს რომ მართას დავიცავ, ხვალ მართა დამიცავს. და ალბათ ეს არის მეგობრობა, რაც არის ძალიან მაგარი შეგრძნება. დღეს იყო ჩვენი პირველი პოდკასტი, მოგვიოცეთ. შემდეგი თემა, რაზე გინდათ რომ გადავიღოთ? აი ესეთი სასაუბრო განსხვავებული ვიდეო. პირველში როგორ მოგეწონათ ეგეც და კომენტარით და შემდეგ ვიდეოში რაზე გინდათ რომ აი ესე მე და მართან ვისაუბროთ? აუცილებლად გუკითხეთ და აუცილებლად თქვენ კითხვებსაც ჩავსვავთ. აი თქვენ როგორც არის გამარჯვებული კომენტარები, ეგრე იქნება გამარჯვებული კითხვები, რომლებსაც მართას დაუშვამთ და მართა მე დამისვამს და მგონია რომ აი ესე ერთად გავიზრდებით ნელ-ნელა და ესეთი ვიდეოებიც აუცილებელია, იმიტომ რომ რაღაცნაირად გავაზიაროთ ჩვენი ღირებულებები. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ახლა ბოლომდე გვიყურეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთი პატარა აზრი მაინც ცოტა დაგეხმარათ და ოდნავ უფრო კარგ ხასიათზე დაგაყენათ და დროებით ძალიან გვიყვარხართ. კარგად.